როდესაც ბოლოში ოზის ჯადოქარზე ერთ ძალიან პატარა ფაქტს წაიკითხავთ, აი პირს დააღებთ. ოღონ მართლა შოკის ზღვაში ჩამაგდო, ასე ვთქვა, ან შოკის ზღვაში ჩამახრჩო ამ რაღაცა. ჯადოსნური ოზის ჯადოქარი. ჩემი საყვარელი წიგნი. ეს არის წიგნი, რომელიც მოგცა ჩვენმა ქართულის მასწავლებელმა წასაკითხად. და როდესაც გავიგე, რომ ოზის ჯადოქარზე გვესაუბრებოდა, დავფიქრდი და მივხვდი, რომ გამიგია, რომ ეს საერთოდ ყველა ადამიანი ოზის ჯადოქარზე ლაპარაკობს და ბევრიც მას აქებს. და მოდი, მეც წავეკითხავ და ვნახავ ერთი რა წიგნია. ვიფიქრე და ჩემი გაგებით ზედმეტად დავინტერესდი და ჯამში 3 დღეში წავეკითხა ეს წიგნი და დავამთავრე, აი პირი დავაღე, რომ მეთქი რანაირად დავამთავრე ეს ამხელა წიგნი ესე მალე. ეს არის 191 გვერდიანი წიგნი და დავამთავრე 3 დღეში. და როდესაც მიფიქრია, რომ აი მე რა მოხდა, სულ ამაზე ვფიქრობდი და იყო ბევრი ესეთი შემთხვევა, რომ ძილისზე მკითხულობდი და დედა მეუბნებოდა, რომ მამაც მეუბნებოდა, რომ ძალიან გვიანია, მოდი სხვა დროს წაიკითხა, კიდევ როცა გაიღვიძე დიდი ჩუა დღეს და ეხლა დაიძინე და მე მაინც არ ვიძინებდი და მაინც კითხულობდი ამ წიგნს და ბოლოს ჩემი გული რომ მეუბნებოდა ხოლმე და ჩემი თავი რომ მეტყოდა ხოლმე, რომ უკვე მართლა გვიანია და უნდა დავიძინოთ. მოკლედ გადავდებდი ხოლმე ამ ოზის ჯადოქარს და ჩავწვდოდი ხოლმე ლოგინში და აი ვერ ვიცინებდი და არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ რა მოხდა შემდეგ. რა მოგეწონა ამ წიგნში კონკრეტულად? აი ერთი მოკლედ რო ვთქვათ, მომეწონა ყველაზე მეტად როგორ ეს ბოლოსკენ არის უკვე როგორ გააფრინა სამხრეთის კუდიანის ოქროს ფეხსაცმელებმა დოროთი ზურმუხტ ქალაქიდან კანზასში. ზუსტად 3 ნაბიჯში გაგორდა კანზასის თავის სახლში. მოკლედ, როდესაც გადაისროლა ამ გრიგალმა დოროთის სახლი სხვა ქვეყანაში. მხოლოდ წაიყვანა ტოტო და დოროთი. დოროთი არის ეს გოგონა, ვისი თავგადასავალით არის ზოგადად ამ წიგნში განმოცემული. და მისი დეი და ბიძა დარჩნენ კანზასში. და მოკლედ იქ როგორ დაიწყო ეს ამბავი? ერთ დღეს ყველაფერი საერთოდ ზურმუხტისფერი გახდა და ვერავინ ვერ იგებდა რა მოხდა. და დაინახეს ამ ოჯახმა, ასე ვთქვათ, და საერთოდ ვერ იგებენ დეი და ემი, ძია ჰენრი, დოროთი და ტოტო. რა მოხდა? ამ დროს, როდესაც მოკროლდება ეს საშინელი გრიგალი, გადაისვრის დოროთის სახლს სხვა ქვეყანაში. რაც აი ზურმუხტისფერისგან განსხვავებით იყო ძალიან ფერადი. და ისეთ ნაირ-ნაირი ყვავილები იყო, რომ დოროთის თვალი მოსჭრა ამ ფერებმა, ასე შეგვიძლია ვთქვათ. და აქედან იწყება უკვე დოროთის თავგადასავალი. აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ შეგიძლიათ შეიძინოთ ეს წიგნი და თქვენ თვითონ წაიკითხავთ მერე რა მოხდა შემდეგ. ამ წიგნში წაიკითხავთ ფრენკ ბაუმის ცნობილ ზღაპარს, ყოვლისშემძლე ჯადოქარზე, რომელსაც ოზი ჰქვია და ნებისმიერი სურვილის ასრულება შეუძლია. პატარა გოგონას დოროთის სახლს ქარბორბალა აიტაცებს და უცხო ქვეყანაში გადაიცვლის. შინისაკენ მიმავალ გზაზე დოროთი უჭკუავს აფრთხობელას,
უგლურ რკინის კაცს ტყეკაფიას და მხდალ ლომს დაუმეგობრდება და ოთხივე ერთად გადაწყვეტს ჯადოქარი ოზის მოძებნას. იმოგზაურება მასთან ერთად და უამრავი არსებაც გაიცანი. ჭიშკრის მცველი, ფრთოსანი მაიმუნები, უხელო თავჩაქუჩა კაცუნები და ათვალიერა ზორმუხტ ქალაქი. 1929 წელს ფრენკ ბაუმის ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს მიუზიკლი ოსის ქვეყნის ჯადოქარი, რომელიც თავისი დროის ყველაზე პოპულარულ ჰოლივუდის ფილმად დასახელდა. მოკლედ, რასაც აუცილებლად ვთვლი, რომ გითხრათ, ბოლოში ოზის ჯადოქრის შესახებ გაიგებთ. მოკლედ, თქვენს როდესაც დაიწყებთ ამ წიგნს, ოზის ჯადოქარი რადგან ქვია თვითონ ამ არსებას. დაიჯერებთ, რომ ყოვლის შემძლეა ძალიან ძლიერია, მაგრამ როდესაც ბოლოში ოზის ჯადოქარზე ერთ ძალიან პატარა ფაქტს აიკითხავთ, აი პირს დააღებთ, ოღონ მართლა. როდესაც უკვე მივლენ ეს პერსონაჟები ოზის ჯადოქართან, დოროთი იმისთვის, რომ კაზაში დაბრუნება სთხოვოს, მხდალი ლომი იმისთვის, რომ სიმამაცე მისცეს, რკინის ტყეკაფია იმისთვის, რომ გული მისცეს და საფრთხობელა იმისთვის, რომ ჭკუა მისცეს. და ის ფაქტი რა არის? არ გვეუბნები, ხო? არა, წაიკითხავენ, მართლა რომ გაიგებენ, როდესაც გაიგებენ, თვითონვე აი მე შოკის ზღვაში ჩამაგდო, ასე ვთქვა, ან შოკის ზღვაში ჩამახრჩო ამ რაღაცამ რა და აი არ ვიცი, მართლა პირი დავაყენო. მეთქი რანაირად ხდება ესეთი რაღაცა და უკვე ვგრძნობ, რომ ბავშვებს ძალიან აინტერესებთ რა მოხდა, აი რა მოხდა ესეთი ასეულობენ და უკვე ყიდულობენ, უკვე დედის ხელს ეკაჩებიან მაღაზიისკენ, რომ ოზის ჯადოქარი მიდონ.